ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ ორი სამსახური აქვს. თბილისის ერთ რესტორანში, სადაც მიმტანად მუშაობს და რუსთაველზე, პარლამენტის წინ. თუმცა დეკემბერში აქციაზე არ დაუპატიმრებიათ. ვარკეთილში შეყვარებული გოგონას სახლის სადარბაზოდან რო გამოვიდა, მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს. 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ნამდვილად სატელევიზიო ვარსკვლავი გახდა. ბობ დილანს გავს. დედა აფხაზეთიდან დევნილია. ბავშვობიდან მუშაობს. ჟურნალისტობას აპირებს. აინტერესებს კორუფციაზე წერა. და რაც თავარია, არ ეშინია. ეს ყველაფერი იდეალური სახეა ჯენზის თაობის მედია პორტრეტისთვის. იმ რესტორანში, სადაც სანდრო მიმტანად მუშაობს, კლიენტები ცნობენ და შეიძლება მოწონთ კიდეც უსამართლობისთვის მებრძოლი ბიჭი, რომ ემსახურებათ. აი, აქ რამდენი ხანია მუშაობთ? 6 თვეა, უკვე 9 წელი გახდა. ანუ ეს შენი დაპატიმრების ამბავი რო იყო, აქ მუშაობდი. და სამსახურში ნორმალურად. კი, სხვათა შორის ყველა პირველი შემთხვევა, როგორც კი ეს დაკავება იყო, ჩემი შეყვარებული აქტიურად არის ამ სამსახურთან მეგობრობს ყველასთან რაღაცა და პირველი რაც იყო, რომ სამსახურში არანაირი პრობლემა არ გექნება, ყველა ვაკით პირიქით როგორ არის, რა მოკითხვა რაღაცა, ეგეთი რამე არ მიურძვნია აქ, რომ რაღაცა, რატო და როგორ არანაირი პრობლემა არ შემქმნია და მაგით ვიყავი ძალიან დაიმედები. კლიენტები გცნობენ უკვე. ძალიან ხშირია სტუმრები მოდიან, სალფეთქზე წერილებიც მინახავს რაღაცა, კი აი პასპორტს რო ხსნი ხოლმე რაღაცა და სანამ ანგარიშის იმას გადავაგდებ ჩეკს, მინახავს სალფეთქზე დაწერილი რომ აი სანდრო მადლობა, რაღაცა და ძალიან ბევრი მეხუტება დარბაზში, რაღაც მე ვერ ხვდები ხოლმე სიმართლე გითხრა, მან ჩასახუტებელი რა, იმიტომ რომ არ არის ეს რაღაცა ისეთი ჰეროიკული საქციელი, რომ დამიჭირა სისტემამ. კი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა და პატრიოტიზმი ყოველთვის მიხარია და გულს მithობს და ხვდები რომ ტყუილად არ ვიბრძოდი და არ ვიბრძვი, მაგრამ ფიქრობ რომ სამადლობელი არ არის რა, პირიქით იმ ადამიანებს ვხვდი ხოლმე მადლობას, იმიტომ რომ რო ვიცი რომ შენ არსებობ, ჩემთვის უკვე ეს საკმარისი აღარ. ვარსკვლავი გაგხადა მაშინ მედია. კი. მაგან გადამარჩინა კიდეც იმას რომ არ მცემეს იმდენად, მაგან გადამარჩინა რომ არ ჩამიდეს. მაქცევენ ამას ყურადღებას. ძალიან დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ მე როცა გამიტაცეს ჩემი შეყვარებული სახლიდან პირდაპირ სადარბაზოდან, თან ყველაზე საინტერესო. კი, ვარკეთილში, ანუ ყველაზე საინტერესო ისა რომ მან საერთოდ არაა ჩაწერილი, ქირი ცხოვრობს, ანუ წესი ძნელი იყო რომ ეპოვნათ რომ არა სუსი და რო არა თვალთვალი და ვფიქრობ რომ რომელიმე აქციიდან გამომყვნენ და ისე მიაგნეს სად ვიყავი და რო დამაკავეს პირველი რაც იყო ველოდებოდი ამ დაკავებას ახლა არ იყო ეს რომ არ ველოდებოდი და უიმეხი და მეც არ ყოფილა დედა ჩემი გაფრთხილებული მყავდა ჩემი ადვოკატი გაფრთხილებული მყავდა ჩემი შეყვარებული გაფრთხილებული მყავდა ყველა მიცოდა რა უნდა გაეკეთებინა ეტაპობრივად მეც ხვდებოდი რომ პირველი რაც უნდა ყოფილიყო საჯაროობა იმიტომ რომ რაც უფრო მალე გასკდება ამბავი რომ შენ დაკავებული ხარ და გატაცებული ხარ მით უფრო ცოტა დრო აქვს რომ გაწამონ. ჩემ შემთხვევაში ქონდა 3-4 საათი დაახლოებით, მე როცა ღამის 12 საათზე გამიტაცეს, დაახლოებით უკვე 2 საათზე მოვიდნენ არასრულწლოვან. მაგ დღეს აქცია ეწყობოდა რუსთაველზე? კი, ეს ის დღეა, როცა ჟურნალისტები ცემეს. პირველი ჟურნალისტებს როცა თავს დაესხნენ, მაგ საქმეს მემავრალებდნენ თავიდან, ოღონდ ტროლბოტები, არა ხელისუფლება როგორც. ანუ ტროლბოტების აი ანტიმაიდანი თუ რაღაც ჯგუფი რო აქვს, იქ იწერებოდა, რომ თითქოს მე ვცემე ეს ოპერატორები და მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ეს დამნაშავე. ხო. და თელი საქმის არსირაშია. მაგ დღეს 12-ზე და გვიან, იმიტომ გავედით, რომ ჩემი შეყვარებულის დედას გაყვა გასაღები. და ვერ გავდიოდით სახლიდან, ვიყავით ჩაკეტილები. როგორც კი დედამისი მოვიდა, ეგრევე გავედი ჩვენ. და ეს მოხდა დაახლოებით 10 საათზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და მე ამ დროს ვარკეთილი ზემო პლატოში ვიყავი და ვაზიარებდი ამ ამბავს, მეტი არაფერი არ შემეძლო და ნუ შოკი მქონდა Facebook-ზე წერდი რომ ეს მოხდა რაღაცა და ღამის 12-ზე გამიტაცეს ვარკეთილიდან, ნუ აქციაზეც არ ყოფილვარ ჯერო სიტყვაზე რაღაც ლოგიკურად დაებრალები. მე ფაქტ ჩეკერებმაც გადაამოწმეს და თქვეს რომ ეს სიყალბეა. სახელმწიფომაც ვერ დამაბრალა, ანუ რომ დომოდათ ეს მაინც ვერ დამაბრალეს, იმიტომ რომ ისეთი ალიბი მაქვს რომ სახლში ვარ. Facebook-ზე აქ ეს გაზიარებული და ანუ თავს დავესხი და მე რაოდექ გავაზიარეს. მანქანაში როგორ გექცეოდა? მანქანაში უფრო იყო გინება, ლანძღვა, ფიზიკური შეხება ესე არ ყოფილა, მაგრამ ახსოვს სანამ ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტამდე ორთაჭალაში მივიდოდით, აი პირდაპირ შენობის წინ გააჩერა სკოლამ, რომელიც გზას ასწავლიდა ჩემ დამკავებლებს, ანუ ორი სკოდით წავედით რა. ერთი მევიჯექი და მეორე წინასწავლი და სანამ წასულიყო მანქანა რა. უკან მივყვებოდით. გადმოვიდა ერთი ნიღბიანი მახსოვს და დამემუქრა რომ თუ ერთ ადგილს არ დავაყენებდი არ მომეშვებოდნენ და კიდე დამიჭერდნენ, კიდე მირთყამდნენ რაღაცა და ნუ მე რა თქმა უნდა რაც
საპასუხო რეაქცია შემეძლო სახეში შევაფურთხე. როგორც ყველა პატიოსანი მოქალაქე იზამდა, იმიტომ რომ ამათი შესაჩინებელი თავიდან შესაჩინებელია. სულ მაგას ვიძახი, რომ ამათ თუ შიშს დაანახებ, თუ ამათ სტრესს დაანახებ, იქნება ძალიან პირიქით ამათ სასარგებლოდ რა. როცა ამიყვანეს, მე-5 სართულზე ამიყვანეს, ძალიან კარგად მახსოვს, იქ ნიკა კაციაც დავინახეთ ერფნის ბოლოში, ერთ დღეს დაგვაკავეს ჩვენ. და შემიყვანეს ოთახში და ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ტევე პირველი ქონდა ჩართული. ანუ ხმა გამორთული, მაგრამ კედელზე ჩამოკიდებული ტელევიზორში იყო ტევე პირველი და აქ უკვე ჩემი შეყვარებული საუბრობს ჩემზე. რო დავინახე, რომ უკვე ეს ამბავი მედიაშია, უკვე გული მქონდა მშვიდად, იმიტომ რომ ვიცი, რომ ამათ ჩემ დასამუშავებლად ბევრი დრო არ ექნებათ. იმიტომ რომ რაც უფრო გეძებენ და ვერ პოულობენ, უფრო მეტად აწובה სახელმწიფოს და საბედნიეროდ ჩემმა მეგობრებმა, NGO-ებმა, ყველა შეაწუხა, ანუ სულ ასე ვიზახი ხოლმე. ყველა ვინც სადმე ვინმე სიცნობს პოლიციაში, მედიაში, სადმე რამე სტრუქტურაში კი, რაც უფრო ხმაურიანად, როგორ თქვა, აწვევი უხეშად ვიტყვი ადამიანის დაკავებაზე და რაც უფრო ამბავს წევ ამაზე, რომ დააკავეს და სად არის და ეძებ და მეტი ადამიანი ეძებს. მით უფრო ცოტა დრო აქვს საწამებლად, საწვალებლად და უფრო მალე გადაგიყვანენ იზოლატორში. იზოლატორში რო გადაგიყვანენ უკვე იქ, აი ეს თავში რტყმები, გინებები ეს ყველაფერი აღარ არის, იმიტომ რომ კამერებია, ბევრი ადამიანი ხედავს უკვე და ნორმალურად გეპყრობოდა. ნორმალურად კი, ანუ თვითონ იზოლატორის თანამშრომლები ვინც არიან, ისინი კი, მაგრამ გამომძიებლები და ისინი მაინც გასაგებია. ანუ იმ 12 დღე იყავ. ჯამში 12 დღე, 2 დღე წინ. რა გახსოვს იმ 12 დღეიდან? პირველი 2 დღე იყო ყველაზე რთული. თბილისში როცა ვიყავი, სანამ სასამართლო მექნებოდა და სანამ იმიტომ რომ ველოდები რომ აი 48 საათი გავა და გავალ, მაგრამ ნუ ფანტასტიკა იყო. გულის სიღრმეში მაინც მეჭერა. არაფრის უფლება არ მქონდა. პირველი 2 დღე სანამ სასამართლო ჩაგიტარდება, არც წიგნის უფლება გაქვს, არაფერი, მარტო საჭმელი შემომიგზავნეს ჩემმა, სიგარეტი და ეგ იყო, ანუ არაფერი არ მე. აი და მარტო ხარ. სამარტოოში ვიყავი, მაგრამ ანუ იურიდიულად ის გამართლება ქონდათ, რომ 18 წლის ვარ და 21 წლამდე არ შეეძლო ჩემთვის ვიღაცის შემოყვანა ანუ იზოლატორის ოთახში, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომხდარიყო და ეგ არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ახლა 21-ის ხარ თუ 40-ის ხარ, ანუ შეიძლება უბრალოდ იყო რომ ფსიქოლოგიურად უფრო გავეტეხე და მაგიტო სამარტოოში. სამტრედიაში ზუსტად მაგ მიზნით გადამიყვანეს სასამართლოს მერე. მე 10 დღე რაც მქონდა დარჩენილი, ანუ 2 დღე წინასწარი ჩამეთვალა იმ 12 დღეში და 10 დღე რაც მქონდა დარჩენილი იყო სამტრედიაში. იმიტომ რომ იქ ერთადერთი პატიმარი ვიყავი, ანუ სხვა საკანშიც არავინ არ იჯდა, სულ 4 საკანი ქონდა სამტრედიას და არავინ არ იჯდა. ანუ არც ერთი პატიმარი არ იყო ჩემ გარდა. ეგე ძალიან მოქმედებს შენზე, იმიტომ რომ ნუ ხმის გამცემიც არ ყავს, ვიღაცის მოძრაობასაც ვერ ხედავ რა. იქ როგორ გექცეოდა? სამტრედიაში უფრო აი ადამიანური მოყრობა ქონდა, ესმოდათ ასაკის გამოც გამიგეს, რაღაცა რო ხდებოდა, აი ნაძვის ხევერანთეს მეტყოდნენ სიტყვაზე, რაღაცა აი პრეზიდენტის არჩევნებია დღეს, ნუ გასათქმელი ეგ იყო. აველაშვილის არჩევნები, მაგრამ მაინც ან რაღაცა ელემენტარული ინფორმაციას გაძლევენ რა. სასამართლოში რა დაგამახსოვრდა? ენუქიძის სახე, აი ეგ არ დამავიწყდება, ნინო ენუქიძე იყო ჩემი მოსამართლე. აი უმტკიცებ, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ დაუკავები ვარ. დაკავების ოფისში შეცდომა, ჩემი ადვოკატი რაღაცა საერთაშორისო სასამართლოდან იღებს ნაწყვეტებს, რომ აი ეს ამიტომ გამართლდა, რაღაცა მაგალითები მოწმეები გამოდიან და მახსოვს, აი ყოველგვარი აბსურდული მზერით, აი ამას არ ვიცი რა დავარქვა, უაზრო თვალებით უყურებს ყველას და როგორც კი სრულ მოწმეები გამოვიდნენ, ირაკლი აბშილავა და გიორგი კამხაძე, ის დამკავებლები, ვინც ოფიციალურად გაფორმდნენ, რომ მე ამიყვანეს სადარბაზოდან, რაც არის სისულელე, რეალურად, როცა კრიმინალური დეპარტამენტიდან იზოლატორში წამიყვანეს, მაშინ ნახე ეს ადამიანები პირველად, მანამდე საერთოდ არ მინახეს. მაგრამ იქ სადარბაზოდან რო აგიყვანეს, ნიღბები ეკეთათ სამედიცინო პირობად. ოღონდ შეგიძლია თქვა, რომ ისინი არიან. ისინი არ იყვნენ, ანატომიურადაც არ ემთხვევიან, ხმითაც არ ემთხვევიან, აი არანაირი კავშირი, ახლა იმათი ხმაც მახსოვს, იმათი თვალებიც მახსოვს. ანუ არსებობს ასე ვთქვათ შტატი, რომელიც ამას აკეთებს და არსებობს შტატი, აი ვინც იწერს ამას. ხო, ანუ ეს განაწილებული. ირაკლი აბშილავა და გიორგი კამხაძე იყვნენ, ვინც ოფიციალურად ჩემ დამკავებლად გაფორმდნენ. სხვათა შორის მაგ ბიჭებს შიში ქონდა ტელევიზიის, ანუ მახსოვს სანამ იზოლატორში შემასახლებდნენ თქვენს, რომ ეხლა ტელევიზიები ამ ბავშვის გამო რომ მომადგენლო, ალბათ სამსახურიდან წავალ. მან დავფიქრდი და კითხე კიდეც, რატო აკეთებ ისეთ საქმეს, რაზეც კითხე კიდეც, ანუ არ მომრიდები, იმიტომ რომ ვეღარაფერს ვეღარ მიზამდნენ, დამიჭირეს, რაღა უნდა მიქნა, მე თუ მომკლავ მომკალი. აი ეგ ფიქრი მქონდა, რომ თუ მომკლავთ მომკალით, მაგრამ აწი ვეღარაფერს ვეღარ დამაკლებთ. და ანუ პირდაპირ რასაც ფიქრობდი, იმას ვეუბნებოდი და მეთქი ისეთ საქმეს რატო აკეთებ, რაც შენ თვითონ გრცხვენია და მე ამის გამო არ გინდა მოგადგენ ტელევიზიები. ვინც გამიტაცა მეთქი იმის სახელი გვარიც არ ვიცი, რომც მინდოდეს ვერ ვიპოვნი.
და შენ ხო გიპოვნი. შენ არ გრცხვენია მეთქი, ჩემ სასამართლოზე უნდა გამოხვიდე და სისულელეები ილაპარაკოთ, თითქოს გაგინია რაღაც. არც იმათვის მიგინებია მეთქი, ვინც სადარბაზოდან ამიყვანა. და შენთვისაც არ მიგინებია, თქო, ანუ ის კომუნიკაცია არ მქონდა აგრესიული რაღაც, არც ისინი მოდიოდნენ აგრესიით. უფრო მეტად იყო აი ფსიქოლოგიური ზეწოლა რაღაც აი ხო აბსურდია. და აი დისკომფორტი როგორ ფიქრობ შენ ძალიან გზნობი არ ხარ დისკომფორტი ქონდათ როცა ანუ სრომოწმის როლში იყვნენ. კი. ხო შეგეცოდა კიდე. არა, არ შემწოდებია აფშილავა საერთოდ დედაჩემის გვერდზე, ანუ დედაჩემი გალელია ზემობარღებელი და აფშილავაც, ანუ მიმდებარე სოფლიდანაა ერთ-ერთიდან და ამაზეც გავედით, ვისაუბრ, ანუ სანამ ჩვენ მივდიოდით იზოლატორში და სასამართლოდან სამტრედიაში, ანუ ამათან მომიწია კომუნიკაცია ამ გზაზეც, იმიტომ რომ ჩემი დამკავებლები იყვნენ, ჩემი ოფიცრები იყვნენ და ამათ უნდა გაეწიათ. მარკეთილში როგორ გიპოვეთ, ეგ არ უთქვამთ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. სუსი, მაგრამ ნუ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევით მომაგნეს. და თან ის იყო, რომ პირდაპირ დაკავება კი არ იყო, თუმცა გამოკითხვაზე უნდა წავეყვანე და მე ვაგინე და წინააღმდეგობა გაუწიე. ანუ 45 კილო ვარ, მეტრად და 78 ვარ და რაღაც ახმახ კარადას გაუწიე წინააღმდეგობა და არ გავყევი თურმე გამოკითხვა. ნუ ახლა მზიაზეც ხო სამობენ ატკინაო და ძალადობა და ძალა იხმა. თვითონ არ წხვენიათ, კი, მაგრამ ჩვენ თუ გავლახე და ჩვენ თუ მოვერიეთ და იმ გოგოს კიდე ჭავჭავაძე კარგი სიტყვა თქვი. წხვენიათ. ან თვითონ არ წხვენიათ ჭავჭავაძეზე გოგოს აბრალებენ 10 პოლიციელი გალახაო. იქით გელახასაია, გეწოდინებათ აუცილებლად 10 პოლიციელი ცემა და კორდონი გაარღვიაო აბრალებდნენ. ანუ რავი მარსზე მე გავფრინდები პირველი და მე აი შენ რომ უფრო ასე თუ ისე წესები და კანონები ვიცოდიო და დავინტერესდი ხა შენ ხარ 18 წლის ხო? ჯერ 19-ის არ ხარ? აი რამდენიმე დღეში ვხდები 19-ის. ხო. და სად ისწავლე? პირველი სკოლაში, პირველი სამოქალაქო განათლება ქონდა ეგეთი საგანი. ლელა ნაყოფიას ხოდაშორის ძალიან კაი პედაგოგი არის, აი მართლა იდეალურად მასწავლა ეს საგანი და არა მხოლოდ ეს საგანი, არამედ ბევრი რაღაც იმის იქით რა კითხვების ქონდა კონსტიტუციაზე, იმაზე საფუძველი თუ საიდან ვისწავლე ჩემი უფლებები, იყო სამოქალაქო განათლება. მერე უკვე ჩემი მოძიებული სტატიების კითხვა რაღაცას უკვე სკოლის გარეთ რო თქვა რა, მაგრამ პირველი საიდანაც ბოლო კლასში ასწავლე. არა, სადღაც მე-9 კლასიდან დაიწყო და ნელა-ნელა გაყვადა. მაგ საგანსაც ძალიან სპეციფიური მიდგომა აქვს, იმიტომ რომ ვინ როგორ აგიხსნის იმაზე დამოკიდებული. აი შეუძლია პედაგოგმა უბრალოდ წერილი დაგიხსნას, ან მართლა სული და გული ჩადოს და გასწავლოს რა არის შენი უფლება. და მახსოვს კოვიდის პერიოდი იყო, რაღაცა აქციაზე გავდიოდი და პოლიციელმა დამიწყო, რომ ამ ტერიტორიაზე გადასვლა არ შეიძლება, ეს ხდება საჯარო გამოხატვის ტერიტორიას რაღაცა და ზუსტად მახსოვს რომ მაგ თავს გავდივარ სკოლაში და სკოლის წიგნები მედო ჩანთაში და ამოვიღე სამოქალაქო პირდაპირ დავუდე და წაუკითხე მუხლობრივად თუ რატო შემეძლო მან მისვლა და რატო შემეძლო ამ გზის გადაკეთება, იმიტომ რომ ბუნებრივად ვეღარ ვეტევით აღარ გვაქვს მეტი სივრცე და შემიძლია სრული ლეგიტიმური უფლება მაქვს რომ აქცია თუ ვეღარ ეტევ ამ ტერიტორიაზე გადავიდე და გავფართოვდე და გზაც გადავკეტო ამის შესაბამისად მეთქი. და ძალიან სასაცილო იყო რომ მე-8 თუ მე-9 კლასელი ბავშვი გავარ სამოქალაქოს წიგნით პოლიციელის წინ და უკითხავ იმას რაც საშინაო დავალებად მეწერა. მაგრამ ნუ მაგ საგანმა ძალიან დიდი როლი იქონია იმაში რომ დღეს უფლებები ვიცი. უფლებები მართლაც კარგად იცის. ადვოკატის ტელეფონის ნომერიც კი აქვს ჩანიშნული ხელზე, მაგრამ სანდრო თვითონაცაა თავისი თავის ადვოკატი. კანონებში გარკვევა ჯერ კიდევ 8 წლის წინ დაიწყო სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს დაწვის შემდეგ. სანდროს დედა სწორედ იქ მუშაობდა. ხანძარმა ბავშვთა სამყარო ფერფლად აქცია. უამრავი ადამიანი, ვისაც ბანკის ვალები ჰქონდა, ვისაც მთლიანად გაუნადგურდა საქონელი, სიცარიელეში აღმოჩნდა. დაუცველი და ხელისუფლებისგან მიტოვებული. პატარა ბიჭი სანდრო კინკლაძე პროტესტანტების გვერდით იყო. დედის გვერდით, რომელიც უსამართლობასთან ბრძოლაში ჩაება. ტერიტორია, რომელიც ხანძრის შემდეგ დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ სანდროს როგორც აქტივისტის ნათლობის ადგილია. ადვოკატის ნომერი აქვს ხელს. მეც ახალი გადატარებული მაგ ვებტანტენი გავწმინდა საერთოდ. ეს არაა მარტო კაცო ესენიც მე. ეგრე კი არ არის, სად არის? ესა ბავშვთა სამყაროს პირველი შესასვლელი სივრცე რაც იყო, აი ქვემოთ ჩაწეული ხიდივით იყო, აქ პარკინგი და მერე ხანძრის მერე სულ გაასწორეს. 8 წელი გავიდა ამ ხანძრიდან. ანუ 8 წლის წინ შენ ნუ სულ ბავშვი იყავი. 10-11-ის ხდებოდი. და
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო შენთვის როგორც ჩანს, რადგან ანუ იმიტომ რომ მთელი ოჯახი მაგაზე ვიყავი დამოკიდებული, დედაჩემი მუშაობდა აქ თავის დროზე. ძალიან უეცრად მახსოვს ღამის რაღაც 4 საათი იყო თუ რაღაცა, ჩემებს დაურეკეს ტელეფონზე და ნუ ეუბნებიან რომ ნატო სასწრაფოდ გამოდი. ბავშვთა სამყარო იწვის და პირველი შემთხვევა არ იყო, თუ გახსოვთ, ადრე ბავშვთა სამყაროს უკანა სივრცე დაიწვა ძალიან ადრე და მანდ მოყვა ჯერ დედაჩემი ხანძარში რა. მერე უკვე ცენტრალური ბავშვთა სამყარო დაიწყო აქციები, რაღაცა მოთხოვნა რომ ზარალი აენაზღაურებინათ და აი ძალიან მანდ გაუსწორდი რეალურად რა პირველად უსამართლობას თვალებში რომ 11 წლის ბავშვი უყურებ დედაჩემი როგორ შიმშილობს შიმშილობა გამოცხადა კანცელარიასთან შიმშილობაც იყო გამოცხადებული აი გახსოვს კი ყველაფერი ახლა დედაჩემის სახლში რომ მოდიოდა აქციებიდან და გადათეთრებული ქონდა სახე რომ ოჯახის ერთადერთი სამუშაო წყარო როგორმე შეგვენარჩუნებინა და რაღაცა გაგვეკეთებინა. რას მოითხოვდნენ? ზარალის ანაზღაურებას, რაც მივიღეთ ახლა ჩვენ დაახლოებით ქონდა 5000 ლარის, ბევრი არ იყო ახლა ზოგს 100 და 200000 ქონდა და ბანკის ესხები ქონდა გამოტანილი და ბევრი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის ძალიან კრიტიკული თანხა იყო და მოითხოვდით რომ ეს ზარალი აენაზღაურებინათ, რაც ბავშვთა სამყარო დაწვა მიიღო. ნუ სასამართლოები დაიწყო, მაგრამ ვაი მაგ სასამართლოს იმიტომ რომ დღემდე გრძელდება. შენ ეს ბავშვთა სამყარო შენთვის ასოცირდება აქტიურ დედასთან. ხო? ანუ რაც შენ მემკვიდრეობისგან გერგო როგორც შანს, ხო? არა მხოლოდ დედაჩემისგან, არამედ მამაჩემიც ნუ აქტიურად კომუნისტების დროს ვიძახი ახლა ამას, სტუდენტობა და ყველაფერი გაატარა ამ პროტესტში და ყველაფერში რა და ხო, ანუ დედას არ უყვერს შენი აქტიურობა. არა, დედაჩემს არ უყვერს, მაგრამ ნუ ეშინია. ეშიში და აი აქაც მახსოვს ხოთ შორის აქ რო დაიწვა სახანძროს მანქანები ეყენა მთელი აი ეს გაყოლება რა. 7 თუ 8 მანქანა მარტო ამ ხარეს ეყენა და ერთ კონკრეტულ სართულზე ერთ ოთახს აკრობდნენ რა. და ინტერვიუები, მოთხოვნები 3 დღე აკრობდნენ ბავშვთა სამყაროს ჯამში. 3 დღე გაგრძელდა ჩაქრობის პროცესი. მისმინე აქტიურობაზე რო გელაპარაკებოდი, ეგ მაინტერესებს. ასე ვთქვათ, პოლიტიკურადაც შენი თანამოაზრე იყო დედა თავი. არა? პოლიტიკურად აი სანამ არ დამიჭირეს, მანამდე კიდე სხვადასხვა აზრებზე ვიყავით. რაღაცა ან ძალიან როგორც ვთქვა, ანუ არ ქონია ასე ამის გამო ჭუბიან რაღაცა, სულ იყო უბრალოდ კითხვის ნიშნები, რომ აი ეს რატო მოხდა, ეს რატო დააკავეს, რაღაცა როდიდან როგორი გავრილოვის ღამე მითხარი, როცა შენ უკვე დაიწყე აქტიურობა, ხო? ანუ ჯერ სკოლაში რომ კლასში გავრილოვის ღამის დროს ვიყავი მე-8 მე-9 კლასში ან უფრო პატარა კიდე რა. და დედა არ იყო კმაყოფილი მაშინ შენი აქტიურობა. მაშინ არ იყო, მე უკვე იყო მარტის დარბევები, მან შიში, პანიკა. ანუ შენ უფრო შიშს უკავშირებ დედის ასეთ პოზიციას თუ უბრალოდ მართლაც მოწონდა და არა, შიში უფრო და მესამე ძალის ლოდინი რა, აი ეგ იყო და ეგ რა შიში და მესამე ძალის ლოდინი რომ ახლა ამათან რა გინდა, იმათან რა გინდა, ეს ისეთია, ეს ასეთია რა. აჰა. შუაში სტური რო. აი, რას ვამბობდი ზუსტად? აი რა დარჩა? აი აქეთ იყო მაღაზია რაღაცა სივრცეში, აქ მეორე შემოსასვლელი ქონდა და ეს დარჩა დღეს ამ ყველაფრიდან, რასაც აქ ხო რაღაც აშენებდნენ, ამბობდნენ რომ კარფურის აშენებას აპირებდა ივანიშვილი. კარფურის აშენებული ხო, იმიტომ მაშინ ჭორი გავრცელდა, რომ ეს განზრახ იყო გაკეთებული. კი. მერე ბაზრები სერიულადაც დაიწვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ქუთაისში დაიწვა ერთი ბაზრობა, იმერეთში დაიწვა. აი აქ როგორც ვიცი, მეც არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ იყო ოქროს საწყობი რა, საიდანაც გრამი ოქრო არ ამოუღიათ ხანძრის მერე, აი ყველაზე პირველი ეჭვი რაც გაჩნდა, ხანძარი რომ მოხდა და ექსპერტიზა რომ ჩატარდა, ანუ ოქრო არ იყო. ანუ რაც უნდა დამწვარიყო, ეგ არაფერი არ იყო. მანდა მაგიდან გაჩნდა პირველი კითხვის ნიშანი, რომ სპეციალურად იყო დამწვარი ეს ტერიტორია. დედაც ესე ამბობდა? დედაჩემიც ესე ამბობდა და მიუხედავად იმისა, რომ ოცნების მხარდამჭერი. ოცნების ესე მხარდამჭერი არ იყო, უფრო იყო როგორც აი კაი ომი არ იყოს და აი რაღაც მაგ ნარატივს აყოლილი იყო, მაგრამ რო გაანალიზა რაღაცა გავიდა 1 წელი, 2 წელი ეს დააკავეს, ის დააკავეს, უკვე
ცოტა სხვანაირად დაიწყო ახმა, ცოტა რაღაცების გადაფასება და ბოლო იყო ჩემი დაკავება რა, ერთ-ერთი ბოლო წერტილი. შენ დაკავებაზე რეაქცია ვიცი რომ იყვნენ მშობლები, რომელთაც ჰქონდათ ეს რეაქცია, რომ აი ხო გეუბნებოდი, არ გინდა და ასე როგორი იყო მისი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ გაჩერდი ახლა ხმა აღარა მოიღო თუ პირიქით შენი ასე თქვა თანამებრძოლია. ეს არის საკუთრება. ბოდიში, მაგრამ ამ საქმეზე სასამართლო დაწყებულია და ჯერ კიდე არა დამთავრებული და აქ დედაჩემი მუშაობდა ჯერ წლების მანძილზე და მე მეორე ძალიან კარგად ვიცი აქაურობის кейსი. აქაურობა ჯერ არავის არაა გაფორმებული, ყადაღაადევს ამ ტერიტორიას და არავითარი უფლება არ გაქვთ გადაღება. ყადაღაადევს ამ ტერიტორიას, არავის არ აქვს ამაზე ლეგიტიმური უფლება, ნეიტრალური მიწაა. იურისტია. ნეიტრალური მიწაა. ყადაღაადევს. ბავშვთა სამყარო რო დაიწვა, ყადაღაადევს იმის მერე. ერთ-ერთი დაზარალებული შვილი ვარ, ვინ ვარ კი არა. ყადაღაადევს ამ ტერიტორიას და რანაირი უფლება არ გაქვს. შენ მე ამიგრძალო გადაღება. ძალიან კარგი ხო და გეუბნები რომ ნეიტრალური მიწაა. ნუ მემუქრებით, ნეიტრალური მიწაა და სრული უფლება აქვს გადაღების. სრული უფლება გვაქვს ყადაღაზე დადებულ მიწაზე. ეს არის მფლობელი, საკუთრებაა ეს. ვინ არის მფლობელი? სახელი გვარი ვინ არის მფლობელი? ვინ არის მფლობელი? ვინ არის მფლობელი? ინტერნეტში გაიგე. მიბრძანდი თუ შეიძლება. თქვენს მიბრძანდი თუ შეიძლება. გამორჩეთ კამერები და მიბრძანდი. მიბრძანდი. ადვოკატია. თუ ადვოკატი გაიგე, ვინ არის მფლობელი? მე რა უფლება მაქვს? მე შეგიკრებ, კერძენ მეც არ ვიცი ვინ არის. ხო და მაგას ვიძახი რომ სასამართლოები მიმდინარეობს ამ საქმეზე და ნეიტრალური მიწაა, რომელზე გადაღების უფლება მაქვს. სადაც კიდევ მიბრძანდი, სასამართლო კიდევ პროკურატურა მინდა მიბრძანდი. მუშაობა მომწონს რამდენიმე მიზეზის გამო. კი პირველი ფინანსები და ჩემი ფინანსები რომ აქ ძალიან კარგია და ფიქრობ რომ 16-17 წლიდან ადამიანი თვითონ უნდა იყოს ამ ინტერესზე მორგებული რაღაც შემოსავლის წყარო ქონდეს, თუმცა ის პრობლემური რეალობაცაა რომ სკოლის მოსწავლე მუშაობ, იმიტომ რომ არ შეგიძლია სტანდარტულ ქართულ ოჯახში რო ქონდეს ფუფუნება რაღაცების, მაგრამ მამა უკვე გარდაცვალა. მამა ჩემი გარდაიცვალა როცა 11-ში ვიყავი კი და მე და დედაჩემი ვიყავი. და მაშინ გადაწყვიტე რომ დაახლოებით მაგ პერიოდში უკვე მალევე გადავწყვიტე რომ უნდა მემუშავა. იმიტომ რომ პირველი რაც იყო დაბადების დღეზე საჩუქარი გინდა იყიდო რაღაცა გინდა, არ გინდა რომ მშობელს დააწვე, იმიტომ რომ ხედავ რა რეალობაცაა. მაშინ თან ბავშვთა სამყარო ახალი დამწვარი იყო, სადაც დედაჩემი მუშაობდა, უკვე ფინანსური კრიზისები რაღაც და აი ძალიან კარგი შეგრძნება იყო ჩემთვის. როცა აი პირველი თვის ხელფასი მივედი რა დატვირთული პროდუქტებით ხელში, სახლში. აი მე ეგ სიამაყე შეგრძნება რო გაქვს, რომ სახლში შენ რაღაცა შეგაგ და რაღაცას აკეთებ და შენი შრომა რო გახსენდება და რო ხვდები, რომ დღეს რო შენ იმ შოკოლადს ჭამ, რომელიც გინდოდა, იმიტომ ჭამ რომ შენ რაღაც გააკეთე, რაღაცა დაუმსახურებლად არ მიგიღია რა და თვითონ საქმე რატო მოგწონდა? რატო აი ეს საქმე რატო აირჩიე და არა სხვა? იდეაში ეს საქმე ჩემთვის არის სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებ, სანამ ჟურნალისტიკას გავყვები, იმიტომ რომ მან დვაპირებ საბოლოოდ და როგორ თქვა თავის დამკვიდრებას, თუმცა ეს საქმე მიყვარს ორი მიზეზის გამო, სარესტორნო სფერო და მომსახურების სფერო. ხალხთან კომუნიკაცია პირველ რიგში. ძალიან ბევრ რამეს სწავლობ ადამიანებისგან, მომხმარებლებისგან, სტუმრებისგან. ძალიან ბევრს სწავლობ. უნარები გინვითარდება მოთმინების და მე როგორც ხვდები, შენ ცოტა ბედმა გაგიღება ამ სამსახურებში, ანუ ისეთ ადგილას მუშაობდი, სადაც როგორ გითხრა, ბიჭი მოდი ეგ ყოველთვის თავარი ფილტრაცია მქონდა, ყოველთვის მქონდა ეგ ფილტრაცია, არა იმიტომ რომ სიტყვაზე იქ მუშაობა დამაკნინებელი ან რამე, უბრალოდ რადგან ვიცი რომ ჩემ ხასიათს, რადგან ვიცი ჩემი ნერვული სისტემის მოწყობას და ყველაფერი და რო ვიცი რა შემიძლია, რა არ შემიძლია, მსგავსი ტიპის რესტორანში, სადაც აი აფიციანტ მოდი და ეგეთი რაღაცები ხდება, ვერ მოვითმენდი რაღაც აი უეჭველია ესეთ რაღაცა წამოძახილზე მექნებოდა რეაქცია. კი თავის თავს არავის დააჩაგვრინებს. მე რა რომ ფიზიკურად თითქოს ძლიერი არაა. სამაგეროც სწრაფია და მოქნილი. მოსკოვის პროსპექტზე, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობს, ხალხმა ჯერ კიდევ მანამდე გაიცნო, სანამ მას ჟურნალისტები აღმოაჩენდნენ. გაიცნო როგორც დაუმორჩილებელი, მოუსვენარი ბავშვი, რომელმაც ერთ შვენიერ დღეს გადაწყვიტა საჯარო სივრციდან წაეშალა ყველაფერი რუსული. წყლის შავლის მანქანა სხვათა შორის აქ ვნახე პირველმა რა.
ძალიან გადაობა იყო, იმიტომ რომ პირველად რო გავარდა ჭორი რო ახალი წყლის ჭაულის მანქანა იყიდეს და რაღაცა აი დავდექი რა მეგობარს ველოდებოდი და დავინახე პირველად შავი მანქანა ყოველგვარი განათებების გარეშე გაუპატიოსნებელი ესე ვთქვათ მე დააყენეს აქ განათებები რაც კამერებს უშლის ხელს აქტივისტებს უშლის ხელს მოძრაობაში და საერთოდ ამათ უნდათ რუსთაველის გამზირის ჩაქრობა ერთ-ერთ დარბევაზე და ამ მანათობელი შუქი ყოფილიყო ერთადერთი წყარო და ამას გაზის ნისლი და ყველაფერი რო დაუმატო ძალიან საშინელებას იღებ რა და არ გამოუვიდათ კიდე კაი, მაგრამ ხო, აქიდან და ზემოთ არის აფრიკის პეპელას ეძახიან რა სამხედრო ბაზა, მაქიდან გამოყავთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ძირითადად რა და როცა ვხედავ რომ აქ მაგათი მოძრაობა იმატებს და რაღაცა დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან და მე გედედეს მანქანები მიყვებიან, ვიცი რომ ესე იგი სახლიდან რომ გავალ უკვე იქ დამხვდებიან ესენი შავებს ჩაცმულები და გაკოხტავებულები რა. თან ირონიულია რომ ორივე ბაზა მოსკოვის გამზირზეა. ნომრები დავტოვე რომ კოორდინაცია არავის გაუჭირდეს, მაგრამ ჩემს ამეგობრომ და სანაცნობომ გადავწყვიტეთ რომ რადგან სახელს ცოცხალი თავით არ უცვლიან ამ ქუჩას და რადგან უნდათ რომ მოსკოვის გამზირი იყოს და ჩვენ არ გვინდა, ავდექი და ყველგან აბსოლუტურად პერიფერი რაც პირველი ხდება თვალში, მოსკოვის გამზირი მეტროდან ბოლომდე მაგ გადაღებილი, სიტყვა მოსკოვი არ იკითხება, ერთადერთი ლიბერტი ბანკთან ვერ შევძელი, იმიტომ რომ ბანკის ტერიტორია და არ შემეძლო. დანარჩენი აბსოლუტურად ყველგან ისე გავაკეთე რომ კოორდინაცია არ გიჭირს, მაგრამ მოსკოვს ვერ ხედავ რა, იმიტომ რომ არ უნდა იყოს აქაურობა მოსკოვის გამზირი, აი რამდენი განცხადებაა დაწერილი, რამდენი რაღაცა და არავის არ უნდა ამის შეცვლა. ამ ამბების მერე რაღაც ისეთი მითითება ხო არ მიგიღია რომ აი იქნება ხა ისწავლო ჭკუა და რამდენიმე დღის წინ იყო ზუსტად ხო იმიტომ რომ ეს დაჟჯა ფაქტიურად ამას გულისხმობს რომ შეეშინდებათ და ხვალ გაჩერდებიან აბა რა ხო რამდენიმე დღის წინ კი რამდენიმე დღის წინ იყო ეგეთ შემთხვევა აქციაზე გითხრა არა აქციაზე არა უბანში მოხდა ეგეთი რაღაც რომ ორი შკოდა მეყენა სადარბაზოსთან და ერთმა პირდაპირ ესე იარაღით გამაცილა ავტობუსის გაჩერებამდე ანუ მანქანიდან გადმომიყო იარაღი და მომაყოლა რომ იმანიშნა რომ ერთი ტყვია ვარ და დამთავრდება ყველაფერი ჩემთვის მაგრამ მაგით არ შევშინებულა უფრო დავფიქრდი რომ როგორ შეიძლება უსაფრთხოების ზომები გავაძლიერო და მაგ ერთმა ტყვიამ არ შემიწიროს და რაღაც რა უქნასად გადავიდე რა უქნა მაგრამ არ ვიცი ანუ ამ ყველას ესე იგი უთვალთვალებენ კიდეც აბსოლუტურად ყველას აი შანსი არ არის სადღაც გავიდეთ და აი შკოდა ჩასაფრებული ტიტუშკა რაღაცა პროვოკაციის მაგვარი შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ გელანდება პარანოია მაგრამ აი როცა უკვე დღეში სამჯერ ერთსა და იმავე ნომრის მანქანას საერთოდ სხვადასხვა უბანში ხედავ როცა ერთსა და იმავე სახეს ხედავ ყველგან ანუ ძალიან აქტიურადაა თვალთვალი და დაშინება და მე იმაზე მეცინება რომ მინდა უთხრა რომ ყველა ტელეფონს აქვს GPS ლოკატორი შეუულიათ იმით მithვალთვალონ რატო ღლიან ჩემზე ვიღაცას ანუ მიყურონ სად გადავაადგილდები, მაგათთვის უკეთესია ვიდრე ტიპი გამომაყოლონ, იმიტომ რომ მაგათ ტიპები სახეზეც ვიცი. ისეც ვიცი, ასე ვიცი რომ მithვალთვალებენ და არაფერს არ გავაკეთებ ისეც რომ ამათ ხელში რაღაც მიზეზი მისცემთ, ხო? ჰაბიტუსი ყველა ერთმანეთს. ხო, მაგას ვამბობ. ყველა ერთმანეთს გავს მოწესრიგებული სახე, ბანძი სპორტული ფეხსაცმელი ან ტყავის ინსპექტორები, აი ყველას ეგახასიათებს. და ჯიბეზე გამობერილი საფულე სიგარეტთან ერთად დაჭყლეტილი. აი ეგ სახასიათო აქვს ხოლმე რა. სანდროს ცნობენ, მაგრამ სანდროც ცნობს. მხარდამჭერი ბევრი ხავს, მაგრამ არც იმ ხალხის ნაკლებობას უჩივის, ვინც მის დანახვაზე თავს ვერ იკავებს და შეტევაზე გადადის. დედა ჩემი თანამებრძოლი კი გახდა, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი საკითხია, რაზეც ვერ ვთანხმდებითო. ამისნაირი რა, რას ნიშნა? რა? ჩემი საყურე თქვენი საქმე ნახდად არა. ბევრი ავადმყოფი ყავს ქვეყანაში. რა გვაშველება? რას ვიზამ? გვაშველება, ჩვენ უფრო მეტნი ვართ და უფრო გაიტიპები. მაგას ვიძახი. თეთო. კარგად ზანდებოდ. მადლობა. ამ საყურეზე იქ პოლიციაში არაფერი არ გითხრეს? მოხსნილი მქონდა მაშინ. მეტი საქმე არ მქონდა, საცემი მიზეზი დამემატებინა ახლა მაგათ. რო ჩაქსოს უკვე მოიხსნა. მე აქციების პარალელურად რო ვიცოდი რომ მაღალი რისკები იყო დამითრევდნენ, საყურე მოხსნილი მქონდა.
მომენტალურად, ანუ ვიცოდი რომ ნუ და თმების მაგიტო გადავიპარსე, თორე წითელი თმები მქონდათ. შეღებილი და რაღაცა. სანდრო და ეს მომზადე წინასა რა. ეს ერთი ბრძოლა როგორც გავიგე, მოიგე დედასთან გადმოიყვანე შემხარეზე და სხვა საკითხებშიც ესეთი თანამოაზრეა, უბრალოდ საყურეზე გამახსენდა. აი მან კი გვაქვს ხოლმე ომები რა, აი სხვა საკითხები ცოტა ძნელი ამბავი გვაქვს რა. ჩვენი ლოსაც გაქვს რა ეს ამასობაში. კითხა. ხო და მაგას იძახი, ანუ საყურეზე, ორიენტაციაზე, ცოტა აი მან უკვე ცოტა ის გვაქვს რა. ხო, მაგრამ ჟელობთ. მაგრამ კი, ანუ განხილვა გვაქვს, ის არ გვაქვს რომ რაღაცა ომი და ჭხუბი, ანუ ყოველთვის გვაქვს რომ რაღაც გავიაროთ, რატო, როგორ, რანაირად არ გვაქვს რა ისეთი რაღაც ბევრგან რო არის ხოლმე ჭხუბები და ომები და რაღაცა. ამათ მან გათვლა გააკეთეს ამ საზოგადოებაზე, ამ ასაკობრივ კატეგორიაზე, ვისაც ეხლა ჩვენ ვხედავთ. ზუსტად. მაგრამ დავიწყდათ რომ ჩვენ ვარსებოთ, ანუ ახალი თაობის, ანუ ჩვენ რადგან მთელი ეს წლები ნიჰილიზმში ვიყავით, რადგან თუნდაც წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად ეს თაობა აქტიურობდა და ახალგაზრდები სწავლობდნენ, რაღაც თავის საქმეზე იყვნენ და ნაკლებად აქტიურობდნენ. ეგონათ რომ ისო უფროსებს მოატყუებენ, დააბოლებენ, გამოაშტერებენ და ამით ისო ფონს გავიდოდნენ, მაგრამ ჩვენმა თაობამ გამოიღვიძა, გამოახილა თვალები, შეხედა მსოფლიო რეალობა, შეხედა ჩვენ რეალობას, მიხვდა რომ პრობლემაა და უნდა აღმოიფხვრას. მკოცემა წააგეს იმით, რომ ჩვენ თაობას არ ელოდებოდნენ. ერთადერთი რის გამოც დღეს ეს რეალობა გვაქვს, რომ პროტესტი გრძელდება, მარტივად ვერ გადიან თავიანთ სურვილებზე და მიზნებზე, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ჩვენი თაობა არის გარეთ. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე? როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში? უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.